მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია, დღეს შემოვედი ესეთი თემით. დავარქვათ მოულოდნელი ზარი თქვენთან, SMS-ი, ანუ შეიძლება მოგწერონ და გავიგოთ აბა ვისგან. ყველა ჩემ გამომწერს მივესალმები, ნინიას ძალიან უყვარხართ, რომ ბევრნი ვართ და ვიზრდებით. იცით რა არის ამ ადამიანს გოგოებო ბიჭებო გადაათამაშეთ თქვენ თავზე, დიდი ხანია ამოდის რომ კავშირი არა გაქვთ, გაწყდა კავშირი, ან კიდე შორს არის ტერიტორიულად იმყოფება შორს და ურთიერთობა ვისაც ქონდათ გაწყვეტილი გაქვთ დიდი ხნის ურთიერთობა. კი, დანგრეული იყო, დაინგრა თქვენი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ჩარევებიდან გამომდინარე, ხელოვნური ჩარევებით. უკაცრავად იყო წყევლები ნამდვილად დამახჩეს უკვე. გოგოებო, ბიჭებო, დიდი ხანია არ ესაუბრებით, შეიძლება 1 წელიც იყოს, იცით, მე არ გამოვრიცხავ და ეს ადამიანი გოგოა თუ ბიჭია, ორივესგან მოდის ფიქრები, რაღაც ტელეპათიური, ამ ბოლო დროს უფრო დაიძრა ფიქრები, მიხვდით, ერთმანეთის მიმართ, რატომღაც ესეა. კი, უყურეთ შვიდიანი თასები, ორივე მხრიდან ფიქრობთ, შორს არის და ბევრჯერ სცადეთ დაკავშირება, ანუ ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ ეს როგორ იცით, ფიქრებში იყო უფრო ზედაპირული მცდელობა იყო, მიხვდით? იყო აქ SMS-ები, მე ვხედავ ამ პერიოდების განმავლობაში შიგ, მაგრამ მერე პიროვნება ისევ იკარგებოდა, იცით, და პიროვნება თითქმის აქ უფრო როგორ არის, იცით, მარტო ფიქრის დონეზე დარჩა ეს სიტუაცია. ნამდვილად იყო აქ ჩარევები, რამხელა გველია, უყურეთ, თქვენს ურთიერთობაში ჩაერივნენ, დაანგრიეს, ჩაკეტეს ურთიერთობა, მიხვდით? რომელიც, იმიტომ რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდათ, თითქმის ერთი სულის ადამიანი იყავით, ძალიან უგებდით ერთმანეთს. ეს მამაკაცზე რო ვთქვათ, მამაკაცი, როგორ იცით, ცოტა ფიცხი როგორ, თავისებური ადამიანი ჩანს, მიხვდით, თავისებური ადამიანი ჩანს. ხან ადიოდა ურთიერთობაში კიბეებზე თქვენთან, ხან ჩამოდიოდა, ცოტა შეიძლება ოჯახიც ყავს, მე არ გამოვრიცხავ და შეიძლება ბავშვებიც ან საერთო, ან თვითონ ყავს, არ გამოვრიცხავ ამას, შეიძლება თქვენც ყავთ, ხო? აბა ვნახოთ კიდე ვისგან იქნება მოულოდნელი ზარი ან SMS-ი. მოკლედ გეუბნებით, რომ ისევ და ისევ ძალიან სწრაფად იქნება მეუბნებიან მეგობრებო. არ გამოვრიცხავ, რომ უკვე ამ ვიდეოს ყურების დროსაც მოგწეროთ ადამიანმა, პიროვნებამ. აქ იცით რა არის, მეუბნებიან, რომ აქ ჯერ ამას დავამთავრებ, რომ თითქოს ნათესავთანაც არ გგაქვთ თქვენ რაღაცა ვიღაცასთან კარგად იყავით, არ აქვს მნიშვნელობა სქესს, ხო? და მერე დაიკარგა, ან დაიკარგეთ ერთმანეთთან, შეიძლება შორს წავიდა, ან ისევ ნათესაური ჩარევა მოხდა სისხლით ნათესავებით და ამ ადამიანებთან გაწყვიტეთ კავშირი და ეს პიროვნებაც ნათესავით ჩანს, გამოდის კავშირზე, გამოდის და აბა კიდევ ვნახოთ. მამაკაცებო, თქვენთანაც ამოდის პიროვნება, ისევ მამაკაცი ამოდის, თუ ნათესავია, ნათესავი იქნება და რაღაცა კარგი შეხვედრა იქნება, იმიტომ რომ გოგოებო ამოდის მეფე პენტაკლი, იცით რა არის, ძალიან უყვარხართ ამ მამაკაცს და ორივე მხრიდან ისევ ტელეპათიური, ისევ უყურეთ, ასტროლოგია მაინც ქაჩავს პირველი დაჯდა
ტელეპათიური აი აქ თასებიც გვეხმარება, ფიქრები გაქვთ ერთმანეთის მიმართ. მე აქ არ გამოვრიცხავ, რომ აქ რიტუალებია წმენდებზე ჩატარებული, ვინც ჩემ რიტუალებს უყურებთ, მხოლოდ იმათგან გამოდის აი ეს გამოწევა გამოდის, მიხვდით? ეს ძალიან კარგი მამაკაცია, იცით რა არის, ამ წუთაში საქმიანობს, დაკავებულია პიროვნება, მე მინდა ვთქვა, დაკავებულია, უყვარს შრომა, მაგრამ ხანდახან ავიწყდება, რომ იცით რა, პირადი ცხოვრება ავიწყდება და სულ აი უფრო მატერიალისტიც ჩანს, არ გამოვრიცხავ გოგოებო, შეიძლება თქვენც დაეხმარეთ რაღაცა, ამოდის ესეც მეუნებიან, რომ გზაზე დააყენეთ, მიხვდით და მერე დაირღვა თქვენი ურთიერთობა, მაგრამ ჩანს ისევ ამ პიროვნებას თქვენთან უნდა, ამ პიროვნებას სხვა არავინ არ უნდა საერთოდ. აბა კიდევ ვინ დაგირეკავთ, ვინ გამოჩნდება. ნუ მეფე ამოდის ხმლების, ან ჰაერის ნიშანია, ან ძალიან იცით როგორია, ხელოვანია, თეთრი ხალათი აცვია, ან თანამშრომლები ხართ, ერთად მუშაობთ, მიხვდით? ისევ აი როგორ სწრაფი მოქმედებების პიროვნება, არ გამოვრიცხავ, რომ წარსულიდან გამოჩნდეს ვიღაცა პიროვნება, ცოტა როგორ იცით, აი თავისი გაგების, თავისი სიტყვის ადამიანი, თავისი ფიქრის სხვას არ უსმენს, ნებისმიერ წინაღობებს, წინააღმდეგობებს რო ლახავს და გადაულახია და კიდე გადალახავს, მიხვდით, მაგრამ რაღაცას ელოდება ჯერჯერობით, კიდე ელოდება. აბა კიდე ვინ გამოჩნდება? ვინ დაგირეკავთ, ვისგან შემოვა ზარი, ვისგან შემოვა SMS-ი? კიდე შორიდან, კი, აი ამ შორიდან, წარსულიდან მოდის მამაკაცი, წარსულიდან მოდის ისევ და ბიჭებო, გოგო მოდის ისევ წარსულიდან, მიხვდით, ხო თქვი, არა, ისევ ტელეპათიური გამოწევაა, ისევ რიტუალებით არის ძირითადად აქ და ვისაც არა გაქვთ ჩატარებული, მაინც მოდის, აი რაღაცა არ დაამთავრეთ თქვენ ერთმანეთის მიმართ, მიხვდით, რაღაცა დაგრჩათ დასასრულებელი ერთმანეთთან, თუნდაც ეს ნათესავი იყოს, წეღანაც აღნიშნე, არ გამოვრიცხავ აქ, მიხვდით? აი ამ ნათესაურ კავშირშიც იყო ეს ჩარევები, კი იყო. აბა კიდე ვინ? ნუ მეფე თასები, მოსიყვარულე პიროვნება, გოგოებო, ბიჭებო, თქვენთანაც გადაათამაშეთ თქვენ თავზე, მე რა აქვს კაცი დაჯდა, მოსიყვარულე პიროვნება, თბილი, ჰარმონია გაწონასწორებული, მაგრამ როგორ იცით, აი უფრო პლატონური სიყვარული, უფრო აი ჩუმი შეხვედრები, უფრო აი რაღაცა კარგი, მაგრამ ცოტა დაძაბული სიტუაცია, იცით რატო? იმიტომ რომ აი აქ უფრო დამალული, აი აქ ამ ადამიანს არ უნდა რომ მხრებზე დაიდოს ზედმეტი ბარგი, ასე ვთქვათ, მიხვდით, ოჯახის მხრიდან. უფრო ეს აი ფლირტი ამოდის, შეიძლება ინტერნეტიდან გამომდინარე, აუცილებლად მოდის SMS-ი, აბა კიდევ ნახოთ. იცით რა არის? კი, ნამდვილად, აი იყო ვისგან, აქაც ამოვიდა პიროვნება, რომელიც გოგოებო, ბიჭებო, თქვენც გაჩხუბეს, დანგრეულია აქ უკვე, წასულია პიროვნება, მაგრამ ესე იგი ჩანს, რომ შეიძლება ნანობს ძალიან, არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ რაღაცა უცებ მზის შუქმა მზემ დაარტყა, ასე ვთქვათ, გამოენათა თავში და დიდი მონატრებით ამოდის, მიხვდით, თავიდან აი თითქოს ახალი პიროვნება მოდის, ახალი გამომცხვარი პიროვნება მოდის, მიხვდით? აი ესეთ იყო ტოქსიკური სიტუაციები, იყო აქ რაღაცა გასამართლებები ერთმანეთის მიმართ, მიხვდით? ერთმანეთის მიმართ იყო გასამართლებები, დაბრალებები იყო, ამას ვიტყოდი, თვალები დახუჭული გქონდათ ორივეს და ეხლა აგეხილებათ თვალები და მიხვდებით, რომ ორივე არასწორად მოიქეცით ერთმანეთის მიმართ. აბა კიდევ ნახოთ.
კი, იყო ნამდვილად ესეთი სიტუაცია და გამოჩნდებიან, აუცილებლად გამოჩნდებიან, იმიტომ რომ ჰაერიდან მოდის ინფორმაცია, რაც არ უნდა იყოს ხმლები ხმლებში. შეიძლება ეს გოგო ამოდის ბიჭებო, შეიძლება ესთეტიკურ ცენტრში მუშაობს, შეიძლება მედიცინის მუშაკია, შეიძლება ხელოვანია, აქაც ხელოვანი დამიჯდა 4-იანი კვერთხები მიხვდით? მე შეხვედრა არის, არა მარტო ზარი, აქ ამოვიდა შეხვედრა, გახარება, ზეიმი, რაღაცის აღნიშვნა და სასიამოვნო სიტუაციები. დამელოდეთ, ახლა მე ავკრიფო მეგობრებო, ეს იქნება თქვენი ამინი, მოიწონეთ ვიდეო, რომ სხვამაც ნახოს და სხვაც გავახაროთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, მეგობრებო, სტუმრებო, ჩემი არხი და უпростоად რიტუალები და გაშლები მხოლოდ ჩემი მეგობრები გამომწერებისთვის რეზონირდება. გისურვებთ წარმატებებს და მომავალ შეხვედრამდე.